გამარჯობა ჩემოსაყვარელებო, მინდოდა რომ მიკროფონით მესაუბრა, მაგრამ როგორც ჩანს ფუნფულას დატენა დამავიწყდა და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩემი ხმა კარგად ისმის ამ ბუნების წყლის ჩხრიალის და სხვადასხვა ხმების მიუხედავად. დღეს მინდა ვისაუბრო თქვენთან ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან ხშირად ჟღერდება საზოგადოებაში და რომელზეც ვისაუბრე უკვე TikTok მაყურებელთან, ასე რომ ვთქვათ. და ეხლა მინდა რომ YouTube-ზეც განვავრცოთ და გითხრათ რა და როგორ ხდება. ძალიან ხშირად არის მცდარი აზრი საზოგადოებაში, რომ გონიათ, როდესაც მწვანე ბარათს მოიგებ, შემდეგ უკვე ყველანაირი პაკეტი გვხვდება ადგილზე. რაც გულისხმობს, რომ მაგალითად აქ წამოსასვლელად შენ დაგხვდება ბინა, დაგხვდება მანქანა, დაგხვდება რაღაცა თანხა, გონიათ, რომ ამერიკის სახელმწიფო შენ რაღაცით გეხმარება და გონიათ, რომ რაღაცა სამსახურებიც დაგხვდება და მოკლედ ყველაფერში გარკვეული იქნები. რაც არის ძალიან არასწორი და დღეს მინდა რომ აი ამ თემაზე გესაუბროთ, ზუსტად იმედი მაქვს, რომ ჩემი ხმა კარგად ისმის და არ მომიწევს რამე პროგრამული დამუშავება, მერე წუხარ ძალიან ჩემი ფუნფულას გამო. ესე იგი, როდესაც მოვიგეთ მწვანე ბარათი, საზოგადოების კითხვები იყო ძალიან ბევრი ადამიანის, რომ რა მაგარია რომ მოიგეთ, მაგრამ ეხლა ესე იგი მიდიხარ და ყველაფერი გვხვდება და არა, მეგობრებო, ეხლა ზუსტად ვავსებთ განაცხადებს, ზუსტად არის ის პერიოდი, როდესაც ვინც აპირებთ და გეგმავთ, იმიტომ შეავსოთ, რომ წამოხვიდეთ აქ ამერიკაში, გირჩევთ, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ამ ყველაფერზე. მარტო მოვიგე სამწუხაროდ საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ხარჯი უძღვის შემდეგ წინ, რომლის მოძიებაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე და ეხლა ამაზე არ გაიცინოთ. მე არ ვიცი ამერიკაში რა ფასები იყო წინა ცხოვრებაში, მაგრამ მე ვხედავ ახლა რა ფასები არის და როგორ არის. ძალიან რთული არის აქ ბინის აღება, ესე რომ ვთქვათ, ბინის შოვნა. ძალიან რთული არის რომ დაფუძნდე, დამკვიდრდე და საკმაოდ დიდ თანხებს და ხარჯებს მოითხოვს ეს ყველაფერი. თუ შევხედავთ მაგალითად ერთი უბრალო ადამიანის გადმოსახედიდან, რომელსაც არც ბინა აქვს, რომ მაგალითად გაყიდოს, არც მანქანა ყავს, რომ გაყიდოს, არც არანაირი შემოსავალი არ აქვს, უბრალოდ ზის და ოცნებობს, რომ ოღონდ ამერიკაში მოხვდეს და ავსებს მწვანე ბარათს და მას მერე ვიღაცა ნათესავმა კიდევ უთხრა და დაუდასტურა, რომ იცი რა, კი კაცო, შენ მოიგე და მერე ამერიკის მთავრობა შენ ბინასაც დაგახვედრებს, თანხასაც მოგცემს, ბილეთსაც აგიღებს და ყველაფერს გაგიკეთებს. მერე როდესაც ეს ადამიანი ფიქრობს, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ესე იგი ამან რადგან მითხრა, ეს მართლა ესე ხდება, არ ხდება, მეგობრებო, ეგეთი რამე მე არავისგან არ გამიგია, მე არსად არ წამიკითხავს, არსად არ მსმენია, მე არის რაღაცა კლანი ადამიანების საზოგადოების, რომლებიც იძახიან, რომ იცი რა, ეხლა აღარ ხდება ესე თორე, ადრე იყო. ხო, ნუ არ ვიცი როგორ იყო ადრე, ვერ გეტყვით, მაგრამ აი ჩემს მაგალითზე გეტყვით, მაგალითად რომ ჩვენთვის არავის არაფერი არ დაუხვედრებია, არავის არაფერი არ მოუცია. თავიდან ბოლომდე მთლიანი რესურსი რომ მე საერთოდ მისულიყავი ეს თანხები მომეძიებინა, ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩემი და ასევე შემდგომი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება მათ შორის ფრენის ბილეთები, რომელშიც ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ, იმიტომ რომ ვიყავით 4 ადამიანი და ეს დიდი თანხა იყო კიდევ ცოტა, იმიტომ რომ მე ვყიდულობდი მხოლოდ ერთი გზის ბილეთებს, ვიყიდე საკმაოდ ადრე და მოკლედ ამან ხელი შემიწყო. მაგრამ მეგობრებო, ძალიან დიდი თანხები არის გადასახდელი. გარდა ბილეთის ხარჯისა, ვინც მოდიხართ ოჯახით, მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ წამოვიდნენ ოჯახით. თქვენ უკვე იცით, მე უკვე გესაუბრეთ, რომ ჩემი ვლოგები ძირითადად არის ოჯახებზე გათვლილი, არის ბავშვი ადამიანებზე გათვლილი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ რაღაცნაირად ეს საფიქრალი ცოტა შეუმსუბუქდეთ, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ყავს, კიდევ ძალიან ბევრ სხვა რაღაცაზე ნერვიულობ და ფიქრობ. აქედან გამომდინარე ვცდილობ, რომ ეს ინფორმაციები მოგაწოდოთ, რომ თქვენ იყოთ მზად. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ რათ მინდა ამდენი ინფორმაცია, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ იგებს ამ ყველაფერს, რომლებსაც უნდა გამეორება, რომლებსაც უნდა დაწვრილებით ახსნა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე არ გზარდებით და ძალიან ბევრჯერ გეუბნებით შეიძლება ერთ და იგივე სიტყვებსაც ვაჟღერებდე და ერთ და იგივე თემებსაც ვიძახდე.
მოკლედ არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ თქვენ ვიღაცა აქ რამეს დაგახვედრებთ, არანაირად არც მთავრობა არ დაგეხმარება თამაში, არც ვინმე არ დაგეხმარება თამაში, არც არანაირი სამსახური არ დაგხვდებათ. ერთადერთი, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატში, თქვენ იცით, რომ მე ვარ ნიუ-ჯერსიში, ერთადერთი რაც აქ არის დახმარება, მე რაც ვიცი და მე რასაც ვიყენებ უკვე გითხარით, არის ეს საკვების დახმარება და ვიცი, რომ არის გამოყოფილი კამპუსებივით, მე მგონი თუ არ ვცდები, სადაც მიდიან ადამიანები და თუ არ ვცდები ერთ თვემდე შეგიძლია რომ გაჩერდე. მაგრამ იქ როგორ არის მიღების პირობები, სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. აქედან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ის მოსაზრება, რომ ეხლა მე მოვიგე მწვანებარათი და ვიღაცა კონკრეტული პიროვნება გამოიყო ჩემთვის, რომ მე მან ბინა დამახვედროს, მე მან სამსახური დამახვედროს, რაღაც თანხით უზრუნველყოს, ესეთი რამე არ ხდება. თუ იმას ჩავთვლით ჩვენ, რომ ეს დახმარებებიც თავად უნდა მოიძიოთ, რაც არსებობს, გამოდის, რომ საერთოდ არავინ კაციშვილი თქვენ პატრონი აქ არ გყავთ. ძალიან რთულია. ძალიან რთული არის წამოხვიდე, ყავდეს ბავშვები, იმ დღესაც იყო ჯგუფებში ძალიან ხშირად იწერება. ჩემს ახლობლებში ძალიან ხშირად არის ეს ინფორმაციები და მეც ძალიან ბევრი მწერს ხოლმე, რომ ჩამოვედი და აი რაღაცა ის არ დამხვდა, რაც მეგონა. არ დაგხვდებათ ის, რაც გეგონათ, იმიტომ რომ ამერიკა ყველას გგონია, მეც მეგონა მათ შორის, რომ აი ისო ჩავედი და რაღაცა სხვა რეალობა უნდა დამხვედრო და მაგრამ ეს მეგონა უფრო ალბათ წლების წინ. ეხა, როდესაც ამ ყველაფერს ვიგებ და ვსწავლობ, გავაცნობიერე, რომ ძალიან ბევრი შრომა გჭირდება ადამიანს ყველგან. არსად არ ხარ მშვიდად, არსად არ ხარ სტაბილურად, მაინც რაღაცნაირად აი დრო გინდა რომ იმ სტაბილურობამდე მიხვიდე. ეს ჩემი ვლოგები არ არის მათთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც აქ ცხოვრობს წლებია, ვინც აქ არის წლებია, მე უბრალოდ გიზიარებთ. და იმის ხმას ნამდვილად ვერ გადავფარავდი. მოკლედ მე გიზიარებთ ჩემს ემოციებს, ჩემს გადმოსახედიდან, მინდა რომ დაგანახოთ აქ რა ხდება, როგორ ხდება, რომ იცოდეთ აი ეს მცდარი წარმოდგენები რომ მოვიშოროთ ადამიანებმა. მინდა რომ აი ეს ყველაფერი უფრო მეტად იცოდეთ, ინფორმაცია გქონდეთ. მეგობრებო, ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ თუ კი ადამიანს ინფორმაცია გააქვს, ინფორმაცია გაგაჩნია, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ძალიან ბევრი რამის საშენო შემოbrunება შეგიძლია და შეგიძლია რომ ძალიან ბევრი რამე კარგად გააკეთო. აქედან გამომდინარე, ვისაც მოგებული გაქვთ და ელოდებით გამოძახებას თუნდაც. აიღეთ პასტა და ფურცელი და ჩამოიწერეთ ყველაფერი ის, რასაც სადმე წაიკითხავთ, რასაც სადმე გაიგონებთ. ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს თქვენ ძალიან წაგადგებათ, ძალიან დაგეხმარებათ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ინფორმაცია და ჩაეჭიდეთ, აი რასაც გაიგებთ, ყველაფერი ჩაეჭიდეთ, ყველაფერი ჩაეჭიდეთ. ხო, არის მეორე კატეგორია, ვისაც მაგალითად აქ ვიღაც ხვდება და არ უწევს იმდენი წვალება, ხო? ანუ გამზადებული აქვს ეს ინფორმაციები, გამზადებული აქვს ყველაფერი და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად მაინც 90%, ესე ვიტყოდი, მოდი 10% ისე დავტოვოთ, 90% მაინც გვიწევს ხოლმე აი დამოუკიდებლად ამ ინფორმაციების მოპოვება. ასე რომ მეგობრებო, არის სწორი წარმოდგენებისგან თავი დავიხსნათ, არ გქონდეთ ეს წარმოდგენები, რომ აქ ჩვენ ვიღაცა რაღაცას დაგვახვედრებს, ეს არის სისულელე. თქვენ უნდა გქონდეთ რაღაც გარკვეული თანხა, მინიმუმს ვამბობ, ირემი ხوارდა მაგარ თავზე. მინიმუმს ვამბობ, მინიმუმ ერთი ალბათ $20,000 მაინც გჭირდებათ ოჯახზე, რომ აქ წამოხვიდეთ და ეს არის აი მიზერული თანხა. გაცილებით დიდ ხარჯებზე არის საუბარი, თუ მაგალითად არ მიდიხართ ბრუკლინში და მიდიხართ სხვა შტატში, იმიტომ რომ თქვენ აი ხა მაგალითად ჩვენთან ხო ბრუკლინი და ნიუ-ჯერსის შტატი რომ შევადაროთ. ბრუკლინში არის ტრანსპორტი, სადაც შეგიძლიათ რომ ტრანსპორტით იმოძრაოთ. ყოველ შემთხვევაში ის პერიოდი მაინც ანა მანქანა შეიძენთ, მაგრამ ნიუ-ჯერსის შტატში ვერ იმოძრავებთ ტრანსპორტით, იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად ну რაღაც კონკრეტული ქალაქები ყოფილა, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს და ფეხით მოძრაობაც არის შესაძლებელი, მაგრამ აი ხა მაგალითად მე სადაც ვარ და ჩემთვის რაც იყო პრიორიტეტი უკვე გესაუბრეთ, ჩემ პრიორიტეტებიდან გამომდინარე და იმ ქალაქში სადაც ვარ, არ მოძრაობს ეს ტრანსპორტი და მე მაგალითად მომიწია რომ პირველივე ეტაპზე მეყიდა მანქანა. აქედან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ ეს ხარჯიც. და პატარა თემასაც მოვაყოლებ აქ საქართველოში გაცილებით უფრო იაფად გავყიდე ჩემი მანქანა, ვიდრე მაგალითად მე იმ მანქანას იგივე წლიას, იგივე გარბენით აქ ვიყიდი. იმიტომ რომ ძალიან ძვირი არის აქ წესიერი მანქანები. ვერ ვყიდულობთ, ვერ ვიყიდეთ ჩვენ მაგალითად ვერ ვენდეთ ესე სხვა მოკლედ როგორ გითხრათ გამოწერილ აუქციონიდან გამოწერილ მანქანებს, ამიტომ მოგვიწია რომ
ცოტა მეტი თანხა გადაგვეხადა და ნორმალური მანქანა გვეყიდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი აქვს მანქანას გარბენი ამერიკაში. დაიმახსოვრეთ. მით უმეტეს, როდესაც ესეთ შტატში ცხოვრობთ, სადაც გიწევთ დიდი მანძილების გავლა, მაგრამ ყველა შტატი ეგეთია პრინციპში ამერიკაში და ყველგან ეგრე დიდი მანძილის გავლა გიწევს. ამიტომ ხშირად გამიგია ხოლმე, რომ გამოყავთ კიდევაც ცენტრიდან ახალი მანქანები და ცდილობენ, რომ ეს ახალი იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელობა ძალიან ძვირი არის, აქ ნაწილებიც ძალიან ძვირი არის და აი ეს ყველაფერი, ანუ ეხა მანქანის თემას მოყვა ეს ყველაფერი. მაგრამ ეხა ვიღაცეები მე არის ხოლმე რომ TikTok-ზე მეუბნებიან რომ ნუ იცახი რომ აქ ძვირი არის შემოსავალი არის, მაგრამ მე რომელიც ვარ 2 დღის ჩამოსული, არ მაქვს შემოსავალი, რომელიც შენთან შედარებით რომელიც ხარ აქ 10 წელია, 15 წელია, 20 წელია, თუნდაც 5 წელია, შენ უკვე აწყობილი გაქვს შენი სამუშაო გეგმა, შენ უკვე აწყობილი გაქვს შენი ცხოვრება, შენ უკვე იცი სად უნდა მიხვიდე, როგორ უნდა იმუშაო და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან რთული არის მეგობრებო, როდესაც 2 დღის ჩამოსული ხარ, ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფ შენ თავს ისე, 1 და 2 თვეში რომ შენ ახლა გახვიდე და მაგალითად თუნდაც ის 30,000-იანი მანქანა გამოიყვანო. აქედან გამომდინარე, იყავით მზად ამ ხარჯებისთვის, იცოდეთ რომ აქ რომ მოდიხართ, არავინ არ გახვედრებთ. ეს ხარჯები არის აუცილებელი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძირითადად ყველას მაინც ვარდისფერი ფერები გგონია ამერიკა, მაინც რაღაცა სათვალე გვიკეთია დაბლარული, რომელშიც არ ჩანს ის პრობლემები, რომელსაც აქ წააწყდებით. ჩემი მიზანი არ არის რომ მე პრობლემებზე გელაპარაკოთ არანაირად, ჩემი მიზანი არის ის რომ თქვენ მოგაწოდოთ ეს ინფორმაციები. ეს გადალახვადია, ნახეთ მე როგორ ვარ, ჩვეულებრივად ვარ, მე ჩამოვედი, მე აქ სახლიც მაქვს, მე მანქანაც ვიყიდე, გადალახვადია, ჩვეულებრივად არის. ის არ გაიგოთ ახლა თქვენ არ შეგეშინდეთ რომ აი მე ვერ გავაკეთებ. არა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული თანხა უნდა წამოიღოთ, რომელსაც აქ იკმარებთ, იმყოფინებთ და მე ეს თანხა, ესე რომ ვთქვათ, აგამუშავებთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან აუცილებელი არის. ხო, და როდესაც მოვიგეთ, ფიქრობდი სხვა შორის იმ დღიდანვე, რომ აი რაღაც თანხა უნდა მქონოდა გადადებული, იმიტომ რომ ეს თანხა მე მაძლევდა სიმშვიდის გარანტიას, რომ მე აქ რო ჩამოვიდოდი და ვიცოდი, რომ მაგალითად მანქანას ვიყიდიდი იმ ფულით, მე ვიცოდი, რომ ანუ მანქანის ყიდვა ჩემთვის უდრიდა სამუშაოს. ანუ იდგა გვერდი. მანქანა მყავს, ესე იგი მაქვს სამუშაოც. ეს იყო პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ აქ არსებობდა აპლიკაციები, რომლითაც შემიძლია რომ მემუშავა. რომელსაც ჭირდებოდა მანქანა, საკვების მიტანას მაგალითად ჭირდება მანქანა, ტაქსზე მუშაობას მაგალითად ჭირდება მანქანა. აქედან გამომდინარე, მე ვიცოდი, რომ ეს იყო აუცილებელი, ანუ must იყო. და აი თქვენს ესე მიუდგით ამ საკითხს. ეხლა უკვე ახალი განაცხადები ივსება, იცით რომ აქვს გათამაშება, უკვე მესამე ათეული გამოვავლინეთ, კიდევ დარჩა 2 ათეული გამოსავლენი. ვინც მხოლოდ YouTube-ზე ხართ და აქედან მყავხართ მაყურებლები, გადმოდით ჩვენს TikTok არხზეც, გამოიწერეთ. აქტიურად ვარ ასევე Instagram-ზეც, ძირითადად უფრო სტორების მეშვეობით გაწვდით ხოლმე ამ ინფორმაციებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს პოსტებით საუბარი Instagram-ზე ცოტა ის არის მშრალია ჩემთვის და ვეცდები რომ ეს კონტენტიც გავამდიდრო, ასე რომ ვთქვათ. თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, რაზეც გინდათ რომ მე ვისაუბრო, თუ მე შემიძლია რომ რამე ინფორმაცია მოგაწოდოთ, მზად ვარ, გახსნილი ვარ ამისთვის. მაქვს მიმღებლობა და მზაობა სრულიად რომ ვისაუბროთ და გელოდებით მეგობრებო და არ შეგეშინდეთ. მახსოვს ადრე ქართველი ცოლ-ქმარი არიან, სახელებს არ ვიტყვი, იქნება არ უნდათ რომ გავაჟღერო, რომლებიც რა ვიცი დებენ ვლოგერს და უყურებდი ხოლმე საქართველოდან მათ და ძალიან ბევრი რამე სწავლობდი მათგან. და ერთხელ მახსოვს რომ ყვებოდნენ თავიანთ ისტორიას, როგორ ცხოვრობდნენ ბრუკლინში, როგორ იყვნენ მართლა ძალიან ისე, აი გაუჭირდათ აქაურობასთან შეგუება, ფინანსურად გულისხმობ და მე